ტრაბერძის კრებული და ნომერი 391. პირველი ჭურჭლის ტევადობა არის 114 ლიტრი, ეს პირობითად აი ესე გამოვსახოთ, თქვა ეს არის 114 ლიტრი. აი მთლიანი ტევადობა არის 114 ლიტრი. მეორე ჭურჭლის ტევადობა არის 100 ლიტრი. ამოცანას დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ეს ჭურჭლები არაა გავსებული, არც პირველი და არც მეორე ჭურჭელი. ამიტომ პირველ ჭურჭელში წყლის რაოდენობა აღნიშნოთ პირობითად, თქვა, აი აქამდე სავსე დავუშვათ x ლიტრი, აი ეს არის x ლიტრი, აი ეს იცი x ლიტრი. მეორეში პირობითად თქვა არის y ლიტრი. ამოცანა გვეუბნება მცირე ჭურჭლიდან, აი აქედან ჩავასხამთ მის 1/5-ს, აი ამის 1/5-ს, აი ამ დიჩი, აი აქ. აი ამ სივრცეში. აქედან ჩავასხამთ. არა, 1/5-ს კი არ ჩავასხამთ, რაღაც ისე ჩავასხამთ, რომ ბოლომდე გაივსოს ეს 114 ლიტრი. აქ დაგრჩება 1/5 ნაწილი, y-ის 1/5 ნაწილი. აქ თუ დარჩება y-ის 1/5 ნაწილი, ეს იმას ნიშნავს, რომ აი აქ ჩაგვისხამს, აი ამაში ჩაგვისხამს 4/5 ნაწილი y-ის, 4/5 y, აი აქ. აქ ჩანს უკვე ახალწლიდან x + 4/5 y ტოლია 114 ლიტრის, 114-ის. მეორე პირობით, აი აქედან თუ ჩავასხამთ ისე, რომ ბოლომდე გაივსოს, ანუ ეს უნდა შევავსოთ, ეს არეალი შევავსოთ. აქ რჩება, პირველში რჩება თავდაპირველის პირვანდელი რაოდენობის 7/12, ანუ x-ის 7/12 რჩება აქ. ეს იმას ნიშნავს, რომ 7/12 თუ დარჩა, 5/12 ჩაგვისხამს აი აქ. 5/12 x-ი, აი ეს აქ ჩავიდა. აქაც ძალზე მარტივად ჩანს, რომ y-ს დამატებული 5/12 x-ი ტოლია 100 ლიტრის, ანუ 100. ამ სისტემას მე მგონი ამოხსნა არ გაგიჭირდებათ. მადლობთ ყურადღებისათვის.